რაიმე გენაცვალე, დარწმუნებულები ხართ, რომ ნამდვილად სოლის შერთვა უნდა? კი, ყველამ ვიცით, რომ უნდა. კარგით. მოქალაქე კახაბერ ქავზინაძე. გენაცვალე, თანახმა ხართ, რომ ცოლად შეირთოთ. ეს არაჩვეულებრივი გოგონა? კიო, აი, კიო. თქვენ გენაცვალე გოგონი თანახმა ხართ გაყვეთ ცოლად კახაბერ ქავზინაძეს? არა, რა თქმა უნდა. გაშვეში ვარ. მოიყვანეთ პატარძალი. პატარძალი ეს არის? კარგით, გენაცვალე, მაშინ რა ვიცი, ცოლქმრად გაცხადებთ და აკოცეთ ერთმანეთს. მაინც რა ვიცი, როგორც შეგიძლიათ, რაც შეგიძლიათ. აი, საყვარელო, მაწონი მოგიტანე, ხილი, ყველაფერი მოგიტანე. რა მოგართვა, რა შეჭამე ხლა? ვერ შეჭამ. ვერ შეჭამ? არა უშავს, მერე შეჭამ, არა უშავს. მერე ცოტა დრო რო გავა, მერე შეჭამ. აი, რა დღეში ჩაიგდე თავი, რა დღეში, რა გინდოდა, რამდენჯერ გითხარი, არასოდეს შენ მე არ მიჯერებდი რა. არასოდეს. ვაიმე, მაგრამ მალე გამოკეთები, ნახე ჯერ როგორი ამინდებია. როგორ მინდა ეხა მე და შენ ხელკავით ვისეირნოთ ქუჩებში, ლუდი დავლიოთ, ფეხბურთს უყუროთ. არა უშავს. გამოსწორდება ყველაფერი, კარგად იქნები, ნუ გეშინია, კარგად იქნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ჩათლახს აღარ შეხვდები შენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის, რომ ესე კი აღარ გადარჩები მერე. რა, მოკლავ კიდევაც. მოკლავ ბიჭო. რიგით მაისურაძე გთხოვთ წარმოადგინოთ საბუთები. მაისურაძე, როგორ ბრძანდები? ლუიზა მას. თქვენ როგორ ახართ? რა ხდება სკოლაში? ძველებურად მშვიდობა. ახლა რა გამოდის, რომ უნდა დამაჯარიმე, შენი დრო მოვიდა? კი. და რამდენია ჩემზე ჯარიმა? 100. 100 ლარი? რა ამბავია? არა, 100 ლარი არა. აი თქვენ პასტა და ფურცელი და დაწერეთ მე ლუიზა მანჯგალაძე ვდებ პირობას რომ აღარ დავარღვევ საგზაო წესებს და ესე 100 ჯერ მე მოვალ და შეგიმოწმებთ სწრაფად აღარ დრო არ მაქვს კარგი გამარჯობა, მოკაცრავად, აი ესეთი კაბა კიდე გაქვთ? სამწუხაროდ მეტი არ გვაქვს, ეს ერთია ჩამოტანილი. კაი, სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ, არა ესეთი კაბა რა გქონდა და მეორე არც ჩავიცონდი, ჩამიდეთ. გაიზონავთ? გავიზომო, მაგრამ მეტი საქმე არა, მაქვს ახლა შევიდე განსახილველში და გავიზომო. კარგით, რა სახში ჩავიცონ და თუ არ მომეწონება, ბოლოს და ბოლოს გადავაგდეთ რა. კიდე რა მაინტერესებს, ეს პიჯაკი ერთი გაქვთ? დიახ, ერთი გვაქვს. ხო, თითქოს არა უშავს, მაგრამ ნუ ავიღებ რა, ახლა ნუ ვერსაჩეს მერე ცოტა რთულია მაგის ჩაცმა, მაგრამ რაღაც გაუგებრობა მოხდა ამანაც მიგზავნიდან მილანიდან და გზაში დაიკარგა ხარ. ხო და ნუ ამიტომ მომიწე ხა აქ შემოსვლა და ყიდვა და იმიტომ რომ ხო ბავშვი მინდა ეზოში გავასეირნო და ნუ იგივეს ხო არ ჩავიცვა. ხო და ამიტომ მომიწია ესეც ჩამიდეთ. დიახ, გაგიჟებული ვარ პროსტა და ეს კლაჩი რა ღირს? $300. ცოტა უფრო ძვირიანი არ გაქვთ? სამწუხაროდ არა.
ავიღებ, ჩამიდეთ, რა ვქნათ. აი ყველაფერი ვინმეს მიეცით რა, რომ ჩემს ვერცხლისფერ ბენტლში ჩადოს. კი ბატონო. ვერცხლისფერი ბენტლი. რამდენი მაქვს გადასახდელი დამითვალეთ? $2450. მეტი არა? მადლობთ. მოიცა. აი, ნახე. შეხედე. ადამიანი როგორ ეხმარება, ნახე? კაცური კაცი. აი, მე დაიწყებთ კიდე, რომ ესა რაღაც ჯენტლმენები არ არსებობენო და რაღაცა. ო, აბა. მიდი ახლა. სახში. აბა, ჰე, ახლა. აბა. თორე გაცივდება ეგ მუძი, მე რა ღაზრი აქვს მაგის გავლით. წამო. ჯობა გისმენ? გამარჯობა. უნდა დამეხმაროთ რა. დიახ. სულ მარტო ვარ და თავს საშინლად გრძნობ. იცით რა არის, ახლა ძალიან ხშირი არის დეპრესიები მატერიალური გაჭირვების ფონზე. არა, იცით, ეგრე არა. მე მატერიალურად არ მიჭირს, პირიქით. ყველაფერი მაქვს და ეს შეიძლება მთრგუნავს კიდე. რას გულისხმობთ? რა ვიცი, აი მარტო ვარ სახლში და არც ეს ძვირფასი და ანტიკვარული ავეჯი მახარებ. არც არც ჩემი ბრილიანტის სამკაულები. თვით ეს 20-24 კარატიანი ბრილიანტის კი ფეხებზე გისიათ. ოქროზე ხომ აღარ მაქვს საუბარი და ნუ ფულზე მით უმეტეს. და მიკარნახეთ თქვენი მისამართი. და მისამართი რა შეგჭირდებათ? იცით, მე არ მჭირდებათ, თქვენ გჭირდებათ. თქვენ დარეკეთ ნდობის ტელეფონზე. მართალი ხარ, დიახ, გეტყვით მაშინ და ჩაიწერეთ რა. ვაჟა-ფშაველას 127. ვაჟა-ფშაველას 127. დიახ, მეორე სადარბაზო, ბინა 47. თეთრი კარები. თეთრი კარები. იცით რა არის, დაგველოდეთ და აუცილებლად დაგეხმარებით. ჩვენ ხომ ნდობის ტელეფონი ვართ. დაგეხმარებით. საყვარელო. ხო. რა ქენი ხა მოიფიქრე რა ვაჩუქოთ? არ ვიცი, არ მომიფიქრებია და რა ვიპოვოთ რამე რა. იცი რა, ჩემმა გენიალურმა გონებამ, რა თქმა უნდა, შენ არ გავარ. მოიფიქრა უკვე რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ. და რა? იცი რა, მოდი ვაჩუქოთ ფული და რაც უნდა ის იყიდოს თვითონ. ო, მაგარია, ხო იცი ეგა. არა, აღიარე რომ მაგარი ვარ რა. არა, მაგარი ხარ. იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემზე მაგარი ხარ. всё. ძალიან კარგი. ვაჩუქოთ ფული. და ვინ მისცემს ფულს? მე მივცემ, რა თქმა უნდა, იდეა ჩემი იყო და რა თქმა უნდა მე მივცემ. აჰა, კაი. ესე იგი შენ თუ მისცემ, კარგი, შენ მიეცი მაშინ. აჰა, შენ ეს. აჰა. კონვერტი. ესა. ასე. ეს რა არის? ფული სად არის? იდეა ხო შენი იყო, ხო? ხო, ჩემი იყო, შენი იყო. ხო და ფულით შენი შოვე. მე ხო აღიარე რომ შენ ჩემზე მაგარი ხარ. წავედი. მოხები რა ხება? თეძოები? ვაიმე, საშინელებაა, იცი რა მე მგონი სვავს. არა, სვამს რა თქმა უნდა. მე მოდის. როგორ ხართ გოგოებო? შენ ნორმალურად ხარ, ჩვენ კარგად. ნუ მე სულ ესეთი ვარ და თქვენ ჭამთ. წავედი ხ, კარგად. უღმა, იცი შურს ახლა მაგრამ იცი რა, ცოდოა რა. ძალიან მეწოდება ეხა მაგას, იცი რამდენი კომპლექსები ექნება? აბა რა? საქმე, შენ ეს ნახე რა, იცი რა კაია? მარტო მიხა.
როგორ ხარ? კაშე როგორ ხარ აშველი? არა მიშა. ვაიმე, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან რა. ერთი კვირით მივდივარ დასასვენებლად. ძალიან გთხოვ, ჩემი პუპსიკა იქნებ დაიტოვო რა. ვაიმე, რა პრობლემაა? ნატაც რო იყო წასული, დამიტოვა თავისი. ვაიმე, ეს ისეთი საყვარელია, ძალიან კარგი აღზრდილია რა. ხანდახან ჩასეირნე ხოლმე ეზოში უბრალოდ. ჭამითაც ყველაფერს ჭამს აბსოლუტურად და პრობლემა არა აქვს, აი რომს არ აჭამო მთელი დღე და უშუალოდ არ შეგაწუხებს. ვაიმე, რა კარგი აღზრდილი ყოფილა. ნუ რა პრობლემაა, დავიტოვებ რა თქმა უნდა. პუპსიკ, შემოდი. პუპსიკ, გადიმიდი სამზარეულოში. ვაიმე, რა კარგი გაზრდილია რა. აი ფანტასტიკური. წადი, შენ არაფერზე არ ინერვიულო, მე ჩემთან ჩავიწვერ, საფრთხე არ ემუქრება და კარგად იქნება ძალიან. შენ თუ კიდე 2 კვირაც დარჩი. შენი იმედი ხო, აბარა. პუპსიკ. მოვდი. გამარჯობა. თქვენ გესმის შეიძლება? რაღაცა დიდად არ ვწდები ჩემს გემოვნებაში. არა. მორჩა რამეც აღარ დავლევ რა. წყალს ნუშავ ახმელიაზე. ლუდია მაცევარში კაი ჩაცეებული და იქ დალი. ლუდია? აჰა. საათო. აუ, რა წავა დღეს სამსახურში. შენი თეთრი პერანგი და შარვალი გაუთავებული კიდია. საძინებელში და ტაქსიც უკვე გამოგიძახე. აუ, სასწაული ხარ რა. სასწაული ხარ. ისა და ვინა ხარ შენ? აღარ გახსოვ არ ბიჭო? არა. გუშინ კლუბში ერთად არ ვიყავით, მე ნელცეკვაზე რომ გამომიცეკვე. შენი. შენი. აუ, მეც ნაღდათ აღარ დავლევ რა. აღარც ვიცეკვებ შენ. შენი. გამარჯობა, უკაცრავად. ტესტ დრაივი გააქვთ? კი, გააჩნია მოდელს. აერჩიეთ მოდელი და? აი ეს მაგალითად? შეიძლება კი, როგორ არა გვაქვს. და მართვის მოწმობა თუ არ მაქვს? აი არ არის პრობლემა. მე დავждები საჭესთან და განახებთ კი. და ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია წავიდეთ? ნუ, შეძლებს დაგვარად. კი, პრინციპში ნებისმიერ მაშინ წავიდეთ პეკინზე რა, ერთ გოგოს უნდა შევხვდე და იცით რა, გეხვეწებით იქ რომ ივალთ, მანქანიდან გადმოდით და კარი გამიხეთ. უნდა გავხეთ ქოგულზე ეგ საზღარი გოგო. წამოდი, დაჯექეთ. რა 12-იანო. ექიმო, შემომხედეთ და მითხარით რა კარგ ფორმაში ვარ. გასახდომა წამლებმა ისე კარგად იმოქმედა ჩემზე. ისე კარგად. იმდენი დავიკელი შემომხედეთ რა კარგ ფორმაში ვარ. როგორ გავხდი ნახეთ? ძალიან მწავს. ხრიკარა. რა გჭირს მართლა რა. ყოგითხარი არა ნუსვამამ წამლებს რა. ცუდად მოქმედებს მეხსიერებაზე. რა გჭირს ვერ გავიგე მართლა რა. ჩემო საყვარელო ხო გაგაფრთხილია.